ჩვენ დავბრუნდით სიუჟეტის შემდეგ და ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი არის საფეხბურთო კლუბ საბურთალოს კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი. დილამშვიდობისა გიორგი. დილამშვიდობისა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. საინტერესოა, მოგწონს თუ არა ევროპის ჩემპიონატი, ძალიან საინტერესო თამაშები მიმდინარეობს, მაგრამ არის აცთა სხვადასხვაობა, განსაკუთრებით დავობენ ნაკლებ გოლებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით მოლოდინი გამართლდა, ასევე გვაქვს სიურპრიზებიც გუშინდელ თამაშთან თუ ვიტყვით, ბევრს არ ეგონა რომ უელსი გავიდოდა. ძალიან კარგი ჩემპიონატია, გოლებთან დაკავშირებით მართალია ნაკლები გოლები გადის, მაგრამ ძალიან სასიამოვნო თამაშებია. როგორ ფიქრობ, რის ხარჯზე მოახერხა უელსმა წარმატების მიღწევა? ყველა თვლიდა, რომ ბელგია უპირობო ფავორიტი იყო და უელსის ეგრეთ წოდებული ზღაპრული ასპარეზობა, თქვათ, გუშინ დამთავრდებოდა. არა გუშინდელ თამაშთან დაკავშირებით, მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე ალბათ ვიტყვით, რომ აღარ არის უკვე ინდივიდუალურზე დამოკიდებული ფეხბურთი, მთლიანად გუნდურობაზეა და ჩემი აზრით ამ გუნდურობით მოიგეს გუშინ. თვლი რომ არა რემზი და ბეილი არ ექნებოდა ამ ნაკრებს, ალბათ თავისთავად გაუჭირდებოდა ნახევარფინალში გასვლა, მაგრამ საუბარია ყოველთვის იმაზე, რომ რემზი და ბეილი არიან უპირობო ლიდერები, მაგრამ ალბათ გუშინდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მარტო ეს ორი ფეხბურთელი არ არის უელსის ნაკრები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არის უკვე დღევანდელ ფეხბურთში ინდივიდუალიზმი, მთლიანად ლიდერს თუ გუნდს თუ ლიდერი ყავს, გუნდი თუ ვერ თამაშობს, ლიდერიც ჩემი აზრით ვეღარ არის იმ დონეზე, როგორც ადრე იყო. საპირისპირო მდგომარეობა იყო ბელგიასთან მიმართებაში. თუ უელს ყავდა ორი ლიდერი და გამოკვეთილად ძალიან მაღალი დონის და კვალიფიკაციის ფეხბურთელი, უელსის ნაკრები ალბათ თითქმის ყველა ასეთი მოთამაშით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ეს პრობლემა ხო არ იყო, ხო? არ ქონდა ვილმოც პრობლემა იმისა, რომ ვერ ჩამოყალიბდა ვინ უნდა ყოფილიყო ლიდერი. მართალია, გუნდს თუ ბევრი ლიდერი ყავს, ყოველთვის უჭირს გუნდურობა, შეთამაშება, მაგრამ გუშინდელ ბელგიას დღევანდელი გადმოსახედით ისეთი შემტევი პოტენციალი აქვს, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ გუშინ უფრო ნაკლები გოლი გაეტანა ვიდრე უელსს. ხო არ ვთვლი, რომ ბელგიის ნაკრების მთავარი პრობლემა არის მარკ ვილმოცი, აქ ამ სტუდიაშიც ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე და აზრი რადიკალურად ორად არის გაყოფილი. არა, ჩემი აზრით არა, იმიტომ რომ ეგ სხვა განმოსახედია. ვთვლი, რომ მაინც ეგ იღბალზე არის დამოკიდებული, გუშინ ჩემი აზრით უელსის დღე იყო. გასაგებია, შენ როგორც ვიცი, გახსნის მატჩს და ეს არის საკმაოდ შთამბეჭდავი ცერემონიალი იყო, სასიამოვნო საყურებელი. გაგრძელდა ეს განწყობა და შესაბამისად იყო თუ არა ამ გახსნის ზეიმის შესაფერისი ევროპის ჩემპიონატი უკვე საფეხბურთო ასპექტში. დიახ, გახსნაზე ვიყავი პირველ თამაშზე საფრანგეთ რუმინეთზე, სოკარის დამსახურებით. ერთ ცნობა ვერ გეტყვით, როგორ გამოვხატო, ალბათ სიტყვებით ვერ გამოვხატავ. თამაშზე უნდა იყო, რომ ეს მიხვდეთ ჩემი გზნობა იქ. ესეთ ზეიმზე მე არ ვარ ნამყოფი და წარმომიდგენია ტრიბუნებიდან რა იყო და სტადიონზე რო თამაშობ, ეგ ალბათ გასაგებია. იმედია მალე მოგვიწევს ჩვენს მათ შორის შენც ჩვენ საყურებლად წასვლა ეგეთ სტადიონებზე, შენ კი ასპარეზობა. საერთო ჯამში შენ ხა ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ და ნებისმიერი ფეხბურთელი, ნებისმიერი ადამიანი განსაკუთრებით პატარა ასაკში რაღაც გარკვეული შტაბეშტილებების ქვეშ ექცევა და განსაკუთრებით ეს შტაბეშტილებები მნიშვნელოვანია ისეთი დიდი ფორუმებიდან გამომდინარე, როგორიც არის ევროპის ჩემპიონატი, იგივე მსოფლიო ჩემპიონატი. შენ რა დაგამახსოვრდება განვლილი ეტაპია, განვლილი ტურნირი არის გარკვეული ფორმით, ჩავლილი არის უმრავლესობა მატჩების, შენთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი რა იქნება? მართალია, ახალგაზრდა ფეხბურთელი როცა ხარ, ესეთ დიდ ტურნირებს უყურებ, ბევრს სწავლობ, ბევრ დიდ გამოცდილებას იღებ, მით უმეტეს ცოცხლად რო უყურებ ამ თამაშს ტელევიზორიდან მაინც სულ სხვაა. სწავლობ იმას თუ როგორი ტემპია, როგორ მოძრაობენ ფეხბურთელები საქართველოში, ეს ნაკლებად
მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. დიახ, მნიშვნელოვანია და არც გვაქვს მაგის სიამოვნება, რომ ეგეთ ტემპი კონდეს ჩვენ ჩემპიონატს. და ბოლო შეკითხვით გადმოვალ საფეხბურთო ტენდენციებს რომ გადავხედოთ, რა იყო შენთვის ყველაზე მოულოდნელი და საინტერესო სიახლე, უშუალოდ სათამაშო ასპექტებს გულისხმობ? ალბათ ისევ და ისევ ფეხბურთელების მოძრაობა. და ხო არ თვლი რომ უფრო პრაგმატული გახდა ფეხბურთი და ეს შეიძლება საზიანო იყოს თუნდაც გულშემატკივრისთვის? დღითი დღე ვითარდება ფეხბურთი და ალბათ ჩემი აზრით არა. იმიტომ რომ დღეს ფეხბურთი მოძრაობის გარეშე და გასაგებია საბოლოო ჯამში ბოლო შეკითხვა ვინ იყო შენთვის ყველაზე ფეხბურთელი რომელიც ყველაზე კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი? ინიესტას უშემატკივრობდი და კარგად თამაშობდა, გამორჩეული იყო ესპანეთის ნაკრებშიც, მაგრამ არ გაუმართლა და გამოეთიშა ამ ჩემპიონატს. გასაგებია, დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იყო გიორგი ხარაიშვილი, საფეხბურთო კლუბ საბურთალოს კაპიტანი. წარმატებებს უსურვებთ გიორგისაც და საბურთალოსაც. ჩვენ რეკლამის მერე დაუბრუნდებით, არ გადართოთ, რეკლამა მალე გაივლინოს.